გუშინ დავდე ვიდეო, რას აზიანებს შაქარი. ხო და საკმაოდ ისეთი გამოხმაურება მოყვა, რომ ჩვენი წინაპრები ხო ჭამდნენ შაქარს, ისინი 100 წელს ცოცხლობდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს სტანდარტული ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური და არასწორი და გაფორმება ჩვენი წინაპრები და ჩვენმა წინაპრებმა როცა ჩვენმა წინაპრებმა თქვენსო თაფლი კაია. ამიტომ ეს არის ძალიან არასწორი მითი. კიდევ ერთხელ ხო წარსულში ადამიანები სხვა საჭმელს ჭამდნენ, აბსოლუტურად განსხვავებულ საკვებს იღებდნენ და აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვა იყო მათ ორგანიზმზე შაქრების ხრი. ამას პაციენტის კონსულტაციას ვატარებდი ახალგაზრდა მამაკაცზე ღიურად რომ დავითვალეთ 100 კოვს შაქრამდე ჭამდა. 100 კოვზი შაქარი ერთად აღებული ჩვენ წინაპრებს არ ჰქონდათ ნანახი თვის განმავლობაში. ანუ ეს იყო ეხლა რო ნავცხრის მაღაზიები და ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტები და ჰიბრიდული ხორბლის და სიმინდის ჯიშები ეს არის ნაირი საწუწნავები. ხო, კიდე იყო ისევ ჰიბრიდული ჯიში, თქვათ, ხორბალის სხვა შემადგენლობისა თან სპეციფიურად მუშავდება, ფქვილს ვინ ამუშავებდა, ეხლა ტექნოლოგიით იმდენ რაღაცაში ატარებენ ამ ფქვილს ობი აღარ უჩნდება, ხო? ანუ სხვა შემადგენლობა, სხვა კომპონენტებია, სხვა დატვირთვა ორგანიზმზე და ორგანიზმი ყველა მხრიდან იღებს შაქარს. ჩვენ წინაპრები ყველაფერს ჭამდნენ ნატურალურს, ბოსტნეულს, ბოსტაში, პამიდორს და კიტრს მოკრიფავდი, ისეთ სუნით გებოდა ეზოში იდგა სუნი, ბოსტნეულს, სვანილს, ყველაფერს იღებდნენ ნატურალურს. ქათმები გაშვებული ყავდათ, მახსოვს ეხა ბავშვობა გავატარებულია, ეზოში იყო გაშვებული ჩიჩქნიდან მიწას და აბსოლუტურად როგორი ეს სხვა სახის კვერცხებს დებდნენ, სხვანაირი იყო ქათმის ხორცე, სხვა გემოქონდა, საქონელი მიდიოდა საძოვარზე, გიგზოვდა და რძე და ყველი ყველაფერაზე. ხო, ნუ ეხლა წარმოიდგინე, ეს არის რა ჩვენი წინაპრები, ჩვენი წინაპრები აბსოლუტურად სხვანაირად ცხოვრობდნენ და სხვა რამეს ჭამდნენ. და თბილისში კიდევ ერთხელ მე ბავშვობაში მახსოვს ტორტი კეთდებოდა ჩემს სახლში ახალ წელს მარტო 31 დეკემბერს და იმიტომ მიხაროდა ახალი წელი რომ მოდიოდა იმიტომ კი მიხაროდა რომ ტორტ შევჭამ და ეჭემი ერთხელაც ხოვდა ტორტს. სად იყო ნავცხრების მაღაზია ეგეთ მოვლენა. ერთ-ერთ მაღაზიებში იყიდებოდა თაფლაკვერა, პრიანიკი და თუ ეხა გაგვიმართლებდა და ჩემშოლის ფული ეყობოდა, ჩემაც წელიწადში ერთხელ დათუნია იყო მიშკანასევერე ერქვა, დათუნია და ყარაყუმიც იყო კიდე რაღაც ხო. ყარაყუმი ცოტა იაფიღე 7 მაინც იყო და დათუნია 10 მანეთი იყო და მამაჩემი კი პროფესორი იყო და 520 მანეთი იყო და ხელფასი, მაგრამ ვერ ყიდულობდა და შეიძლება წელიწადში ერთხელ როჯერ იყიდა 9 კილო და დღესასწაული მქონდა. ეს იყო მთელი ტკბილეული და არჩეს ყველაფერს ნატურალურად ჭამდა. ეხლა რომ რასაც ჭამე ბავშვები კონსულტაციაზე მოდიან და ვეკითხები ხოლმე რა რომ აი როგორ არის თქვენი კვების რეჟიმი და თქვა დილა სახლიდან გასვლა ვერ ასრებენ ჭამას, მიდიან და იწყებენ სკოლაში ჭამას. და აი ბუფეტში რას ყიდო და ჭამონათვალი ისა რო ფუნთუშა, ანუ ბულკი, კორჟიკი, ორეო, ისა რა ქვია. არა, კრუასანი, შოკოლადიანი თუ არ არის და მაშინ პავიდლოვანი პური და რა ვიცი რომელი ერთი გითხრათ. ანუ წარმოიდგინე რომ ყველა ბავშვი სკოლაში იმაში ხო იკვებება რაღაც ბაღში როგორც ის ცოტა სხვანაირად იკვებება ღმერთის წყალობით. მაგრამ სკოლაში ბავშვები არიან შემჯდარი ამ ფუნთუშეულობაში და დღეში იღებენ რა ვიცი 40-50 კოვს შაქარს და ნორმალი 2 კოვზი შაქარი. დღეში ეს კორჟიკი მახსოვს, კორჟიკი ჩემდროსაც იყო 10 კაპეიკი და ძალიან მიყვარდა რა ბოლოში კორჟიკი და 10 კაპეიკი. და კორჟიკი უნდა დამეყოლებინა, კორჟის სხვანაირი გემო ქონდა და ეს გემო მიყვარდა ძალიან. მაგრამ იყო კატლეტი არის პური რაღაცები, თუმცა იმ კატლეტში ხორცი რა ვიცი. და სხვა შორის დაეჭემი რომ კაი კატლეტს მიკეთებდა საში ხორციას არ მომწონდა ეს ბუფეტის კატლეტი. ხო და გიждდებოდა კალი პურის კატლეტი მოწონსა და ხორცის არა. თუმცა ეს იყო რაღაც გამონაკლისები, ხო? ხო, კვება შეიცვალა და რამოდენიმეს დაუწერე კომენტარი, მაგრამ ახლა ყველაზე მიწერა და მეზარა. არც ქიმიურად დამუშავებული. ხო, ნუ ეს ადამიანები ხა ცდილობენ რომ თავის არასწორი კვება გაამართლონ და ცხოვრების წესი რაღაცნაირად გაამართლონ კომენტარში და კიდევ ერთხელ ვესაც გინდათ, როგორც გინდათ ისე მიირთვით და ის ჭამეთ რაც გნებავთ. თავი მომენტია რომ მე რო ისე პრობლემა გაგიჩნდებათ, ისე მოგიწევთ ჩვენთან ჯამში მაინც ბოლო ისე
როგორ ქვია ქართულად პასატკაო, ხო, ჟარგონზე ვიტყვი. ბოლო პასატკა ჩვენთან ხვდებიან ესენი ყველა, რომევლიან ყველაფერს. ამას წინათ ყავდა ახალგაზრდა მამაკაცი იყო 40 წლამდე ასაკის. და ჩამოთვალა ეგ ის სად იყო ნამყოფი. თურქეთში იყო რამდენჯერმე ნამყოფი და ნუ რა ვიცი მოვლილი ქონდა, რა ვიცი რომელი რა გითხრა და როგორ გითხრა და საერთო ჯამში ქონდა ძალიან მარტივი რა. დღეში ჭამდა 47-დან 55 კოვზამდე შაქარს. და რომ მოვიდა დაიწყო შაქარს საერთოდ არ ჭამო. შაქარი არ მიყვარსო. და რომ დავითვალე და ვანახე, ხო შოქში იყო ერთი 10 წუთი ვერ ლაპარაკობდა. სხვათა შორის მე სადღაც წაკითხული მაქვს ბავშვობაში, რომ სანამ ლერწმისგან შაქარს დაამზადებდნენ, ანუ სანამ შაქარი შემოვიდოდა საზოგადოებაში, კბილის კარიესი არ არსებობდა ესეთი ადამიანების კარიესი არ უჩნდებოდა, ძალიან იშვიათი იყო და მეცნიერების ერთმა ნაწილმა შაქარი რო შემოვიდა, მას თეთრი სიკვდილი უწოდესო. და როგორ მახსოვს ეს ორი მომენტი, რომ წავიკითხე, შოქში ვიყავი, რომ მაგას საინტერესო რამეს, უფრო საინტერესოს გეტყვით, რომ კვლევებს რო ვკითხულობ დრო და დრო და ხა შესწავლის ფორმა მაქვს ესეთი, რომ სხვა კვლევებსაც პოულობ და იმას ვკითხულობ და ვნახულობ. ერთ-ერთი ასეთი ძიების დროს აღმოვაჩინე ესეთი ის იყო, რა ქვია, შკალა იყო დახატული, ბოლო 100 წლის, ანუ 1900 წლიდან დაწყებული შაქრის წარმოების ზრდა და ამავე დროს პარალელურად იყო მეორე ფერში დახატული დაავადებების პროცენტული ზრდა და პარალელურად მიყვებოდა ზუსტად. და ის დამავიწყდა, რომ დამეკოპირებინე გადმოვიღო და მე ვეღარ ვიპოვე. არ ვიცი ხა გააკრეს, წაშალეს, უბრალოდ მე ვეღარ მივაგენი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ 1900 წლიდან ბოლო 100 წლის ის იყო სტატისტიკა და ერთ-ერთში ზუსტად პარალელურად მიყვებოდა შაქრის წარმოების ზრდა და დაავადებების მატების ზრდა. თუ კიდე რა თუნდა მაგას ბევრი ლაპარაკი, ჩვენ ახალგაზრდობაში თბილისში იყო 5 აფთიაქი. ხო. აფთიაქში შეხვიდოთ და გაჩვილი არ იყო შეგვიძლია. ანუ კაი, კი ბატონო, მოსახლეობის რაოდენობა მე მოიმატა, მაგრამ არა იმდენად, რომ ყოველ ნაბიჯზე გვერდიგვერდ რამდენიმე სხვა ბრენდის აფთიაქია და რომელშიც არ შეხვდა ყველა რიგია. კი. და უფრო მეტიც ახლა იმ დღეს მე და ლადო ლაპარაკობდით, რომ რომელ კლინიკაშიც არ უნდა მიხვიდე, ყველგან რიგია და ხალხი ჩაწერებით და დღეები ელოდებიან. ანუ ისაც ყველა ავათარი. კი. მადლობა.